პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ანკარაში ნატოს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. კიევმა არაერთხელ მოითხოვა შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის რაკეტები თავისი ქალაქებისა და ენერგოსისტემის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, როგორ აწარმოონ ეს რაკეტები. სინამდვილეში ეს ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ სწრაფად შევძლებთ ამ სირთულეებში გარკვევას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. კომპანია, რომელიც მათ აწარმოებს, ამჟამად 4 ქარხანას აშენებს. და იცით, ჩვენი ყველა კომპანია თუ პატრიოტ შეუკვეთავ, მიწოდებას 2-3 თვეში შეძლებს. ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინაში ლიცენზირებული წარმოების იდეა თავიდან ააცილებს კრიტიკას, რომ ვაშინგტონი უკრაინას საკმარისად მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებით არ ამარაგებს. ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას პატრიოტების წარმოებისთვის. ეს ძალიან კარგია, არა? ამ გზით თქვენ ვეღარ დაიჩივლებთ, რომ მათ საკმარისად არ უზრუნველყოფთ. მე ვიტყოდი, თავად დაამზადეთ ისინი. ჩვენ ამის შესახებ ჯერ არ გვიცნობებია კომპანიისთვის, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვა. პეტრიოტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ კომპანია რეითიონი და ლოქჰიდ მარტინი. თუმცა შეერთებულ შტატებსა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის შედეგად ამჟამად პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების გლობალური მარაგის თითქმის 1/3 ამოწურულია.